Am წუთებში ბათუმის მერიაში ბათუმის ლოგოს შესარჩევი კომისიის ხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრებმა 150 სიმბოლოს შორის იმ 5 ლოგოზე უნდა იმისჯელონ, რომლებიც ელექტრონული ხმის მიცემით შეირჩა. ელექტრონული გამოკითხვის შედეგად პირველ ადგილზე გასულ ლოგოს ხმა 2254 ადამიანმა მისცა. კომისიის წევრი მირანდა ჩარკვიანი თვლის, რომ პირველ ხუთეულში გასული ლოგოები მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებს. ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ სიმბოლოებმა მაღალი ხმები არა საზოგადოების ჩართულობის გამო, არამედ პროცესში ავტორობის აქტიურობის შედეგად მიიღო. ბათუმის ლოგოს გამოსავლენად კონკურსი კომპანია A-City ქალაქის მერიის დაკვეთით გამოაცხადა. გამარჯვებული სიმბოლოს ავტორისთვის 1200 ლარი გამოიყო. კომპანიამ კი 32000-იანი ტენდერი მოიგო. მის ფარგლებში შეიქმნა ქალაქის სლოგანი და გამოიკითხა მოსახლეობა. ლოგოს შესარჩევი კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ქალაქის მერიამ კომპანიის მიერ მომზადებული ლოგო დაიწუნა. თემაზე ვრცლად მთავარ გამოშვებაში. მე რეალურად პირველ ხუთეულზე მეტად იქ სხვა ლოგოები უფრო მომწონს, უფრო ქვედა პოზიციებზე მყოფი ლოგოები არის რამოდენიმე, რომელიც ნამდვილად ვფიქრობ, რომ იმსახურებს იმას, რომ განხილული იქნა საბოლოო ფორმატში. მგონია, რომ ამ აუცილებელ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს ეს ლოგოტიპი, რაც არის ლოგოტიპის ჩამონათვალში, რომ ვთქვათ, ეს უნდა იყოს ძალიან ადვილად დამახსოვრებადი, ძალიან ნამდვილად აღქმადი, რაც უნივერსალური და ასე შემდეგ. აი ამ კრიტერიუმებში მაინც და მაინც ჩემს აზრით არ ჩდება.